ორი დაკარგული ფრესკა, რომლის შესახებაც მინდა ორიოდე სიტყვით დღეს ვისაუბრო. პირველი ეს არის ქართლის დედოფლის მარიამის დადიანის ქალის, ლევან დადიანის დის მოტივური პორტრეტი, რომელიც ახლდა მაცხოვრის ხატს, მის ფერხთით, ასე ვთქვათ, მუხს ქვემოთ იყო დაღატული ეს მოტივური ფრესკა და იშვიათ ფოტოსურათზე, რომელიც 19 საუკუნის ბოლოთით თარიღდება, ჩანს ჯერ კიდევ ეს ფრესკა, რომ ადგილზეა. მე-20 საუკუნეში ვერ გადმოაღწია აი ამ პორტრეტმა, ზუსტად იმ ადგილას გადაჭრილი არის მაცხოვრის მუხს ქვემოთ, ასე ვთქვათ, ფეხები და ზუსტად იმ ადგილას იყო ეს ფრესკა და დაკარგული. რა მიზეზით მოხდა ამ ფრესკის განადგურება, შეგნებულად თუ დორჟამის სიავისგან ძნელი სათქმელია. მარიამი ქველმოქმედი იყო, მას როსტომ მეფის მეუღლე იყო და ისტორიული წყაროებმა იცის მისი ქველმოქმედების არაერთი, ასე ვთქვათ, მაგალითი. ჯვრის მონასტერს მან შესწირა საქართველოში ყმები, სოფლები, ასევე სახსრები და ზრუნავდა ეკლესია მონასტერზე ზოგადად წმინდა მიწაზე და ამის გამო ის გამოსახა ხატსარმა მე-17 საუკუნეში. შევეცადა ხელოვნური ინტელექტით აღმედგინა, ასე ვთქვათ, მისი ნამდვილი სახე და თვითონ ეს ფრესკა როგორ გამოიყურებოდა. რამდენად შეძელი ეს ჩანს ვიდეოზე. მეორე ფრესკა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე მე-19 საუკუნეში ის ადგილზე იყო და ალექსანდრე ცაგარის ჩანახატი აქვს აი ამ ფრესკისა. ფრესკაზე გამოსახულია ეს არის ჯგუფური პორტრეტები ქართველ დედათა და მამათა, რომლებიც წმინდა მიწაზე მოვაწეობდნენ. სახეები სხვაობს, უეჭველად ამ პირთა მიღმა იდგნენ ნამდვილი პიროვნებები, ადგილზე მყოფი ქართველი მერები და მონაზვნები, მაგრამ მათი სახელები, რა თქმა უნდა, ხატვებს არ მიუწერია, რადგან მისთვის თავარი იყო, რომ ეს ზოგადად წარმოედგინა ქართველი ბერმონაზვნობა, ასე ვთქვათ, ჯვრის მონასტრის კედელს. ასევე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეუძლია მისი აღდგენა, როგორც ხატისა, ასევე რეალისტური სახეებისა. ესენი, როგორც ჩანს, ბოლო მოწესეები იყვნენ, რომლებიც ჯვრის მონასტერში მოღვაწეობდნენ.